თბილისის გასასვლელთან მიმყოფებით სავაჭრო ცენტრის თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც მოქალაქეთა საპროტესტო აქცია გრძელდება, სულ რამდენიმე წუთის წინ აქ უკიდურესად დაიძაბა ვითარება, როდესაც დაიწყეს საპოლიციო ძალებმა მოქალაქეთა დაკავება, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მათ გამოიყენეს ფიზიკური ძალა. Როგორც ცნობილია, დაკავებულნი არიან არა მხოლოდ მოქალაქეები, რიგითი მოქალაქეები, არამედ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის კოალიციის ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და ასევე გიორგი კირთაძე, რომელიც ამავე პოლიტიკურ პარტიას და კოალიციას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია სულ ჯამში რამდენი არის დაკავებული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ყოველ შემთხვევაში რამდენი პირიც ვიხილეთ, 4 ადამიანი გადაიყვანეს სპეციალური დაკავების მანქანაში, რომელიც აქვე არის მობილიზებული. აქ მინდა გითხრათ, რომ იმყოფება ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს აი აქ მიმდინარე საპროტესტო აქციას. ჩემგან ხელმარჯვნივ ვთხოვ ახლა ოპერატორს კადრში გაჩვენოთ რა ვითარებაც არის. მოქალაქეები არიან გადანაცვლებულნი საფეხმავლო ბილიკისკენ და ასევე აი აქ არსებულ ფერდთან არიან შეკრებილი დემონსტრანტთა ნაწილი, რომელიც აქედან განაგრძობს პროტესტს. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის, რომლის დროსაც, როგორც გითხარით, დააკავეს რამდენიმე პირი. ჯერჯერობით უცნობია მათი ზუსტი რაოდენობა, როგორც კი გვექნება ინფორმაცია ძალოვანი სტრუქტურისგან, აუცილებლად მოგასვით ამ ინფორმაციას ევრონიუს ჯორჯიას პლატფორმებზე და ეთერშიც. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ახლა უშუალოდ აი ამ ტერიტორიასთან დემონსტრანტთა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ გადაინაცვლო უშუალოდ სავაჭრო ცენტრის მიმართულებით. ჯერჯერობით უცნობია მათი კონკრეტული გეგმები, აპირებენ თუ არა ისინი მსვლელობით სადმე გადანაცვლებას. საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო პარალიზებული და მათ შორის ზაჰესის მიმართულებითაც, არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ავტობანის მიმართულებითაც, არამედ ავჭალა-ზაჰესის გზის გასწვრივაც. ასევე თქვენ ხედავთ, რომ საპოლიციო ძალები, რომელთა შორის არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რჩებიან ჯერჯერობით სავაჭრო ცენტრის ტერიტორიასთან. მათ გარკვეულ პერიმეტრზე აქვთ მოწყობილი სპეციალური კორდონი, რომელიც რამდენიმე რიგისგან შედგება ზოგ ტერიტორიასთან და ამ ფორმით ესენი ცდილობენ, რომ შეაკავონ დემონსტრანტები, რომლებიც მათგან ხელმარცხნივ არიან, რათა მათ არ გადაკეტონ საავტომობილო გზა. როგორც იცით, 2025 წლის 31 იანვრის დადგენილებით ეს საავტომობილო გზაც, რომელიც მოიცავს დავით აღმაშენებლის ხეივანს თბილისის გამსვლელი მიმართულებით, ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით შეიტანა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ნუსხაში და გზის გადაკეტვის შემთხვევაში იმ პირებს, რომლებიც ამ გადაკეტვაში მიიღებენ მონაწილეობას, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რჩებიან აქ მოქალაქეები, რჩებიან სამართალდამცველები. შეგვიძლია ჩვენ იმ მოქალაქეთა კომენტარებსაც მოусმინოთ, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ და როგორ აფასებენ ისინი ამ წუთებში და ამ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. მათ შორის ისინი რეპრესიულს უწოდებენ იმ დაჩქარებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში. რაღაც კანონებს ისე ცვლიან და ისე იღებენ ხოლმე, რომ შეიძლება ხვალ რომ რაღაცა გავაკეთოთ, ზეგ ახალი კანონი მიიღონ მაგაზე. მაგალითად დღეს ყველა კოლგებით გამოსულიყავით, შეიძლება და ხოლ კოლგები აიგზავნოთ. მე ამათგან არაფერი აღარ მიყვირს. სამართლიანობას არანაირად არ ველი ამათგან, არც რაიმე ლოგიკას არ ვეძებ, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე მივხვდი, რომ არაფერი სამართლიან ნორმებში და სამართლიანებში არ ჯდება ამათ საქციელი. უბრალოდ ჯიუტად ველი რომ იქნებ რაც უფრო მალე მივახცევთ იმას, რომ აღარ იყვნენ უმრავლესობაში პარლამენტში. მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნის. ჩემთვის რატო არ შეიძლება პირვადის გაკეთება და ამათთვის რატო შეიძლება? არანაირი მაიდენტიფიცირებელი ამათ არაფერი არ აქვთ. იგინებიან მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და ამაზე პასუხს არავის არ ეთხოვდა. მე რა ვიღაცა რომ გაბრაზე და პოლიციას პასუხი დაუბრუნოს უკან, ჩასავენ 4-დან 7 წლამდე და ამათ არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს. ცოტათი მაინც დაუჯერო. დღეს 77 დღეა იმ უწყვეტი პროტესტის, რაც ამ ქალაქში მიმდინარეობს და ერთ-ერთი მთავარი
ყველგანი, ყველგან პოლიცია არსად სამართალი, თქვენ ხედავთ, აი ძალიან ხილულია დღეს ეგ. რატომაც ამას ვამბობთ, იმიტომ რომ პოლიციის ეს რაოდენობა, რაც აქ არის მობილიზებული, ეს მხოლოდ იმას მიუთითებს, თუ რამდენად ეშინია ხელისუფლებას იმ ხალხის, რომელიც 67 დღეა უწყვეტად და ჯიუტად ითხოვს ორ რამეს. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, აბსოლუტურად უკანონო დაკავებული 50-მდე ადამიანის გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. ეს არის ორი მთავარი მოთხოვნა, რის გამოც ჩვენ აქ ქუჩაში ვიკრიბებით თბილისის დიახ სხვადასხვა წერტილში. დღეს გამოაცხადა სტრატეგიულ ობიექტად ეს გზა. ხვალ შეიძლება ჩვენ სახლთან გადასასვლელები გამოგვიცხადონ სტრატეგიულ ობიექტად და იქ გამოსვლის საშუალებაც არ მოგცემ. ამიტომ როგორც მზია ამაღლობელი ამბობს, უნდა გავაპროტესტოთ, სანამ გვიან არ არის, სანამ კიდევ რაღაც შეგვიძლია. და მე მჯერა და ვიცი, რომ ჩვენი ჯიუტი პროტესტით აუცილებლად მივახცევთ ჩვენს მოთხოვნებს. ხალხმა დაიწყო მოსვლა აქ შუადღის 4 საათიდან და მის მერე გროვდება. თავიდან შეიკრიბნენ უშუალოდ მოლთანას, თავისუფალ უნივერსიტეტთანაც და ნელ-ნელა იმდენი ხალხი მოვიდა, რომ თავიდანვე ალბათ დაგეგმილი ქონა გედედეს, რომ დასჭირდებოდა ამდენი დაცვა. განლაგებული ყავთ ახლა მთელ პერიმეტრზე კორიდორად პოლიციელები ჩაყენებული, ზაჰესის სასასვლელი მაინც დაბლოკილია ხალხის სიმრავლის გამო, თუმცა არ გვაძლევენ უფლებას, რომ შევუერთდეთ იმ ხალხს და შევაჩეროთ სრულიად მოძრაობა. თუმცა რაღაც მომენტებში თვითონაც კეტავენ გზას, რადგან მობილიზება არის საჭირო აქეთ-იქეთ ამ მხრიდან და დროებით მაინც იკეტება ხოლმე გზა. ასე რომ ნაწილობრივ ჩვენი მიწანი ჯერჯერობით მიღწეულია და ნელ-ნელა ხალხიც მოგვემატება, როგორც ვიცი, ჩემი მეგობრები ჯერ მოსასვლელები არიან და მთლიანად მივაღწევთ მიზანს, დღეს იმედია გავიმარჯვებ. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მათი პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ორი მთავარი მოთხოვნა, რომელიც უკვე 67 დღეა აქტიურად ისმის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის თბილისის ქუჩებში. მათ შორის აი აქ რამდენჯერმე გაჟღერდა და საინფორმაციო განცხადებებიც გაკეთდა თბილისი მოლთან შეკრიბილი დემონსტრანტების მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც დააკავეს საპროტესტო აქციების განმავლობაში, ასევე ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიან გარემოში, რომელიც მათი შეფასებით და ასევე ოპოზიციის დიდი ნაწილის შეფასებით არის გაყალბებული. მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად იკრებებიან რუსთაველის გამზირზე, ასევე შეიკრიბნენ დღეს თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიასთან და ეცადნენ საავტომობილო გზის გადაკეთებას და ამ ფორმით ეცადნენ კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ ქართული ოცნებისთვის თავიანთი სათქმელი. აცხადებენ, რომ მათთვის დაუშვებელი და მიუღებელი არის ის მოცემულობა, როდესაც არც ერთი ის პირი, რომელიც არის მხილებული ძალადობრივ ქმედებებში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯერჯერობით არ არის პასუხისგებაში მიცემული, მათ წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სამართალწარმოება და ამავდროულად საუბრობენ იმ მოცემულობაზე, როდესაც არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი, რომელიც იცავდა პროევროპულ პოზიციას, რომელიც იცავდა ქვეყნის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს და მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება დაკავებულთა შორის. არაერთი სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის დაკავებული არის, როგორც იცით, ჩვენი კოლეგა გამოცემების ნედრგაზეთის ბათუმელების დამფუძნებელი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც 22 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, მასაც და ყველა იმ დაკავებულ პირს, რომელიც იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, მოქალაქეები ყოველდღიურად უცხადებენ სოლიდარობას და მიიჩნევენ, რომ პროტესტი არ უნდა შეწყდეს, სანამ ისინი არ იქნებიან თავისუფლები და არ იქნებიან მათთან ერთად აი ამ მიმდინარე საპროტესტო აქციების განმავლობაში. როგორც ხედავთ ჩემ ზურგს უკან, ახლა თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიასთან დემონსტრანტთა უდიდესმა ნაწილმა გადაინაცვლა უკვე უშუალოდ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიასთან, აღმაშენებლის ხეივნის იმ ნაწილში. ახლა ამ წუთისთვის საკმაოდ მცირე ნაწილი რჩება დემონსტრანტებისა ზაჰესის გადასახურთან, რომელიც არ იკავებს გზის სავალ ნაწილს და იმყოფება სპეციალურ კონსტრუქციაზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მათ არც აქამდე აძლევდნენ გზის ბლოკირების საშუალებას და მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ დამორჩილებოდნენ მათ მითითებებს. ეს როგორც იყო პირისპირი გაფრთხილება, ასევე საინფორმაციო განცხადებას აკეთებდნენ ეგრეთ წოდებული რუპორის მეშვეობით და მოუწოდებდნენ, რომ გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან. გეტყვით ასევე, რომ საავტომობილო გზის გადაკეთებასთან, როდესაც მიმდინარეობდა საუბარი პოლიციის მაღალჩინოსნებთან, აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ მათ უფლება ჰქონდათ მხოლოდ დაეკავებინათ საავტომობილო გზის მხოლოდ უკიდურესი ორი მარჯვენა ზოლი, თუმცა მოგვიანებით ამის საშუალებაც არ მისცეს სამართალდამცველებმა, შინაგანსახმელთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და ეგრეთ წოდებული საპოლიციო კორდონიც მოაწყეს, განალაგეს
აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ გზის სავალ ნაწილზე და ფაქტობრივად მათ ჰქონდათ დაკავებული ეს ორი ზოლი საპოლიციო სტრუქტურების მაღალჩინოსნების მათ შორის თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის სერგი ბზიშვილის განმარტებით აღმაშენებლის ხეივანში მსგავსი ტიპის გადაკეთვა როგორც ეს ხდება რუსთაველის გამზირის შემთხვევაში აკრძალულია პირველ რიგში იქიდან გამომდინარე რომ მისი განმარტებით ეს არის სტრატეგიული დანიშნულების გზა და ასევე ამ აღმაშენებლის ხეივანს არ აქვს შემოვლითი გზები, რაც არის რუსთაველის გამზირის შემთხვევაში და ეს გამოიწვევდა გზის საავტომობილო გზის პარალიზებას და მისი განცხადებით გამოიწვევდა მოქალაქეების დაკავებას. პრინციპში ჩვენ ვიხილეთ დაკავების რამდენიმე შემთხვევა. ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი საპოლიციო ძალების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის ჯერჯერობით როგორც გითხარით უცნობია რამდენი პირი არის დაკავებული შინაგანსახმართა სამინისტროს მიერ ზუსტი რიცხვი მათი უცნობია დაკავებულთა შორის როგორც გითხარით არის ასევე ორი პოლიტიკოსი კოალიციიდან ცვლილებისთვის მისი ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და ასევე გიორგი კირთაძე ასევე უცნობია რა მუხლებით არიან დაკავებული მოქალაქეები იყო ისმოდა სიტყვიერი დაპირისპირება სამართალ დამცველებსა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმე მოქალაქეს რომელიც განლაგებული იყო უფრო ზახის გადასახვევისკენ ეგრეთ წოდებულ ფერდთან დასჭირდა სამედიცინო დახმარება უცნობი არის ეს რა გამოიწვია მათი დაშავება ხედავთ ახლა რა ვითარებაც არის თბილისის გასასვლელთან საავტომობილო მოძრაობა მართალია აღდგენილია, თუმცა შეფერხებულია გარკვეულ მონაკვეთებზე და სამართალ დამცველები ახლა უკან იხევენ უშუალოდ თბილისი მოლთან კი სავაჭრო ცენტრის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან ჯერ კიდევ არაერთი მოქალაქე რჩება, მოქალაქეები ასევე ინაცვლებენ აღმაშენებლის ხეივნის მეორე ნაწილისკენ, უკვე თბილისში შემომავალი გზისკენ, საფეხმავლო ხიდის მეშვეობით და ჯერჯერობით უცნობია სად გადაინაცვლებენ მოქალაქეები, თუმცა როგორც დღეს საპროტესტო ანონსში ეწერა რუსთაველის გამზირზე და საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი 77-ში დღესაც გაგრძელდება და იქაც მოქალაქეები გააპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.